20 საათი არვიანი ეთერში საღამომშვიდობისა გადაცემაში დღეს თქვენ ნახავთ. ასიკაც იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენი 90-ზე ნაკლები მივიდეს პარლამენტში, შევიდეს პარლამენტში ქართული ოცნებიდან. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნებისთვის რეგიონული ტური დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გზავნილები. ოცნებას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებებში და მას უნდა დაეხმაროს. სტატისტიკა ხელისუფლების წარმატებაზე მეტყველებს. 41 ახალი საწარმო და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში. სასამართლო ივანიშვილის პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა. ივანიშვილის კონტროლს იცით რატომ ამბობენ? თვითონ ვერ აკონტროლებენ. მე რა შემჭირდება სასამართლოს კონტროლი? რუიანში დღეს დებატები, ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. წარმოგიდგენთ რუიანის სტუმრებს გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობა, მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი მუხიანი გლდანის ოლქში, ასევე გიორგი კახიანი, ქართული ოცნება დეპუტატი ორივე. საღამომშვიდობისა ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ გიორგი, მოდით დავიწყე პირდაპირ კითხვით შეფასება. ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად მოგიგოთ გასული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი, ახლა აკეთებს ასეთ პროგნოზს, რომ 100-ზე ნაკლები ადამიანი პრაქტიკულად ოცნებიდან ვერ წარმოუდგენია. ცად რჩება ნაციონალური მოძრაობის ადგილი. მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მძიმე სურათია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და ლაპარაკობს იმას, რასაც ლაპარაკობს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ხელისუფალს აქვს დაკარგული რეალობის განცდა, ძალიან სამწუხაროდ ის თქვენს სიუჟეტშიც იყო თავში ლაპარაკობს ერთ რაღაცას, რომ ყველაფერი გააკეთა პრაქტიკულად რაც ხალხს დაპირდა, უბრალოდ ხალხს ანალიზის უნარი არ აქვს და ეხლა ის დაეხმარება, რომ ხალხს ეს ანალიზი გააკეთებიოს, კარგად ჩაანალიზებიოს და დაანახოს მის მიერ გაკეთებული საქმე და შესრულებული დაპირებები. რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ნამდვილად ტყუილია ეს ადამიანი, დიახ, ჩვენ დაგვამარცხა, მოვიდა ხელისუფლებაში ტყუილების დაბრალებით, რომ 1000 რაღაცა საშინელებას ვაკეთებდით, ეს ერთი შავი პიარით, არა, ეხლა სხვათა შორის სხვა სალაპარაკო მათ როგორც ჩანს არა აქვს, ისევ 9 წლის ცუდ საქმეებზე ილაპარაკებენ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გაგვიცია პასუხი, რომ არავინ არ ამბობს, რომ იდეალურები ვარ და შეუმსწრები ვარ და პრობლემა არ ყოფილა, ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ და ნამდვილად არ დაუშვებთ იმ შეცდომებს, რა შეცდომებიც იყო დაშვებული და ბუნებრივია ამას ჩვენ ვაღიარებთ, ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. მეორეს ხო ეს ადამიანი დაპირდა ოქროს მთებს ჩვენ საზოგადოებას, დაპირდა იაფფასიან კრედიტებს, იაფ ფულს, ან სიტყვებს ვიმეორებ, რაც დაპირდა კრედიტების გასტუმრებას. ეხლა დღეს ილაპარაკა, რომ თურმე მიანაბრებს და იპოთეკარებს არ დაპირებია თავისი ვალების გასტუმრებას, ხო შუს აჭარიდან ილაპარაკა და როგორ არ ცხენია პირველ რიგში თქვა, რომ პირველ რიგში აჭარიდან დავიწყებო და აჭარიდან მოვიშორებ ამ პრობლემას და მერე გავაგზელებო. შემდეგ დაპირდა ტარიფების შემცირება, შემდეგ დაპირდა შესანიშნავდა ბრწყინვალე მეოთხე წელიწადს, რომელიც ახლა 1 ოქტომბერს მთავრდება და ჩვენ ვიცით, რომ მან თავისი ბანკისთვის 17 ჯერ გაზარდა მოგება, ანუ 1700 ჯერ გადაარდა მოგება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა გაღარიბდა ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, თუ დოლარებში დაითვლება 2 მილიარდი დოლარით. შესაბამისად დაეცა ლარის კურსი, რამაც დაარტყა თითოეულ მოქალაქეს, შესაბამისად გაძვირება, პენსიებიც როგორ უნდა გაზრდილიყო, ყველას კარგად ახსოვს და რაც მათ გააკეთეს, შესაბამისად ნამდვილად დარწმუნებული ვარ, არა იმიტომ რომ ჩვენ იდეალურები ვართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან ვინმე არის იდეალური, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების აზრი შეცვლილია და ამას ყოველდღე ვხედავ მე ჩემს ოლქში, მუხიანშიც, გლდანშიც, როდესაც ხალხს ხვდები სხვა ადგილებში, მეც და ჩემი კოლეგებიც და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, დავბრუნდეთ იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ მქონდა, როგორც უკვე ვთქვი, წარსულის, როგორც დადებითი გამოცდილებით და შენების ცოდნით, ასევე იმ ნეგატიური გამოცდილებით. მოდით ბატონ გიორგისაც ვკითხოთ, დაკარგული რეალობის განცდა ასე აფასებს თქვენი ოპონენტი, მთავარი პარტია, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში ყველა არსებული რეიტინგით, რომ ის მთავარი კონკურენტია თქვენი ბიძინა ივანიშვილის აი ასეთ პროგნოზს, ოპტიმისტურ პროგნოზს, რომ 90-100 კაცით მოხვდება ოცნება პარლამენტში. ასევე ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ ტყუილების დაბრალებით მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში და ეს ტყუილები გრძელდება. ბუნებრივია თქვენ გაქვთ პასუხი.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით არანაყურებელს მადლობთ მოწვევისთვის. დიახ, მართლაც რომ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მძიმე მდგომარეობა არის ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ როდესაც დაკარგული რეალობის განცდაზე საუბრობთ, მართლაც რომ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის ის გუნდი, რომელსაც მართლაც დაკარგული აქვს რეალობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა, რომ რა თქმა უნდა 2012 წლის შემდგომ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საქართველოში იყო მძიმე მდგომარეობა, არც დღეს არის იდეალური მდგომარეობა და მიუხედავად იმ მონდომებისა და იმ ბევრი სასიკეთო ცვლილებებისა, რეფორმებისა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში ყოველთვის განვახორციელოთ, არ ვამბობთ იმას, რომ დღეს არის საქართველოში იდეალური კარგი მდგომარეობა. განვითარება გვჭირდება, სრულყოფა გვჭირდება, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ბუნებრივი არის, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ფაქტების დამახინჯებით, ტყუილებით, რაღაც იმ პროპაგანდისტული საშუალებებით, რომელიც მათ ხელში არის, მდგომარეობა წარმოადგინონ ტრაგიკული ქვეყანაში. სინამდვილეში ესე არ არის. დღეს არის ბევრად უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ეს იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის საკითხები, რაც ეხლა ბატონმა გიორგის საუბრა, დანაპირების მთელი სია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პირველად არ ამბობს და თქვენი პრინციპში ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ დაასახელა იქ უფასო ფული ახსენა, შემდგომ კიდე რაღაც ამ თემებზე ცალკე აღებული ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვესაუბრო. ეხლა როდესაც უფასო ფულს ახსენებთ, ხო, უფასო ფულის თემა. უფასო ფულის თემა როგორ წარმოგედგინათ თქვენ, რომ ანუ ფულის დარიგება მოხდებოდა, თუ ესე უყურებთ ამას. უფასო ფულის უფასო ფულის არსი იცით რას გულისხმობს? უფასო ფული არის, როდესაც ნებისმიერ ბიზნესმენს კი გაგცემთ პასუხს, რომ როდესაც ბიზნესმენი იღებს დაფინანსებას 1-2 მაქსიმუმ 3%-იან დაფინანსებას და საუბარი არის მაღალ თანხებზე საკმაოდ, ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც უფასო ფული. ესე არის. ამ ფორმით დაფინანსდა ძალიან ბევრი საწარმო და როდესაც ბატონმა ბიზნესმა თქვა კიდეც, რომ 100 საწარმოზე იყო თავიდან საუბარი, 100 საწარმოზე ბევრად უფრო მეტი დაფინანსდა ესეთი ფორმით. 1000-ზე მეტი გაკეთდა. ანაბრები რო დაპირდით? ანახევრებული რო დაპირდით? მაგასაც გეტყვი, ჯერ ეს თემა დამთავრებული შექმნას. აი არ მაწეს ერთი თემა დავამთავრე, იმიტომ რომ აი ეს ზოგადად ჩვენი უფასო ფული თქვენ განმარტეთ ახლა დაბალ პროცენტიანი კრედიტები ბიზნესისთვის. ეს იგულისხმებოდა გასაგებად. ჩვენი და ესეთი ფორმით ასობით მილიონებია გაცემული. ეხლა უფასო ფული სხვა რა როგორ ფიქრობთ, რა წარმოგედგინათ, რომ რაღაც გადმოფრინდებოდა და ფულში ამოყრიდა თუ რა? უფასო ფული გულისხმობს ამორჩეულმა როგორ აღიქვა ეს დანაპირები, ბატონო. ამორჩეულმა როგორ ეკონომიკა რატომ კითხეთ 2 მილიარდი დოლარი. იმ ბიზნესმენებმა ვინც 2 მილიარდი დოლარი საქართველოს ეკონომიკა რატო შემცირდა? ნაცვლად იმისა, რომ გიორგი, ესეც არის ტყუილი. ეს არის ციფრების манипуლირება. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით. ამ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით. ბიუჯეტი შეუმცირდა გერმანიას, ბიუჯეტი შეუმცირდა საფრანგეთს, ბიუჯეტი შეუმცირდა ევროპის ყველა სახელმწიფოს. იქ სადაც დოლარი არ მოქმედებდა. ეს ჩვენი ლოგიკა ეხლა რა კონვერტაციას აკეთებთ დოლარში, როდესაც დოლარი ესეც ჩვენი ერთ-ერთი ტყუილია. დოლარი სოფლიოში გამხარდა ევროსთან მიმართებაში გამხარდა 25%. გერმანიაში ყველაფერი იყიდება ევროში. საქართველოში ბინა, მანქანა და ყველაფერი სერიოზული იყიდება დოლარებში. ამიტომ გერმანიას მოადარეთ საქართველოს ლოგიკური ახსნა და როდესაც გერმანიას მოადარეთ მანიპულირებდა ამბობთ რომ 2 მილიარდი დოლარი გაღარიბდა ბიზნა ივანიშვილის ბანკი გამდიდდა 17 ჯერ თუ არა? ამდენ ანალიზს გააკეთეთ. ბიზნა ივანიშვილის ბანკი ქართო გამდიდდა 17 ჯერ თუ არა? რა ციფრებს ლაპარაკობთ პირველად მეცეს 1700%. ბუნებრივია ხა ამას იტყვით თქვენ. ბიზნა ივანიშვილმა რა დახმარებაც გაუკეთა მოსახლეობამ არ გინდა ლაპარაკეთ და აი ამით შეედარეთ ბიზნა ივანიშვილს. რა გაუკეთა ბიზნაშვილმა? კი ბატონო, მოსახლეობამ რა გაუკეთეთ თქვენ? ბიზნა ივანიშვილმა შექმნა სამუშაო ადგილები როგორც პირდებოდა ხა? მარტო განახევრა ტარიფები როგორც პირდებოდა მარტო ხელმოქმედებაში დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი ხელმოქმედებაში კი არა. თქვენ რა მოსყიდვაში პოტენციურად თქვენ რა გააკეთეთ მოსყიდვაში? ხა როგორც გაირკვა მოსყიდვაში დიახ და ეს ფანდი და აი ეს ოპერაცია მას გამოუვიდა. ცინიზმი არის ცინიზმი არის ლიდერის ნალაპარაკები რომ თურმე ხალხმა ბანკირები უნდა დაიქირავოს და იმიტომ არიციან როგორ დააბანდონ ფული და ბანკირს თუ არ დაიქირავენ მათი ბრალია რომ ზარალს ნახავენ. აი ეს არის ცინიზმი. ცინიზმი არის რომ თურმე ყველაფერი შეგისრულებთ. დამასრულებელი ეხლა მე ვიცი ცინიზმი არის, როდესაც თქვენი ლიდერი ლაპარაკობს, რომ ყველაფერი შევასრულე, მაგრამ ხალხს ანალიზის უნარი არა. ყველაფერი შევასრულე. შეურაცხყოფა ხალხს. ძალიან კარგად ხსნის, რასაც გულისხმობს ამაში. რაზე დღეს ისაუბრა? ეხლა იაროს და აუხსნას ხალხს. რა უნდა დაანახოს ის რაც არ არსებობს. როგორ მე წინასაარჩევნო არ არსებული რეალობა უნდა დაანახოს ხალხს. არ არსებული რეალობა აბა რა უნდა დაანახოს? არის რეალობა
სამუშაო ადგილებს დაანახებს, გაჭირება მოსპობილს დაანახებს, ქვეყანა წინწასულს დაანახებს, აშენებულ ინფრასტრუქტურას დაანახებს, გასტუმრებულ ანაბრებს დაანახებს, განახევრებულ ტარიფებს დაანახებს. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ და რამდენადაც თქვენ ეს არ უნდა მოგწონდეთ, ხო? მშენებლობა არის მომატებული, ტურიზმი არის გაზრდილი, სამუშაო ადგილები არის გაზრდილი. რას ნიშნავს ვის ჯიბეებში არის? სახელმწიფო ბიუჯეტში შედის ყველაფერი. არაფერი არ შედის. ვის ჯიბეებში, ბატონო გიორგი, რას გულისხმობთ? ვის ჯიბეებში? კორუმპირებული ჩინოვნიკები ჯიბეებში. ტურიზმის გაზრდა აისახება ვინმე ჯიბეზე კონკრეტულად? ტურიზმი არა, ტურიზმი ახსენა და მშენებლობების ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკობდით და ტურიზმი გაიხსენეთ თქვენ ნამდვილად არ ხართ ნაციონალური მოძრაობის ქებაში შემჩნეული მithumetes ადრე პირველი როგორც კი მოვიდეთ თქვენსო ეს ტურიზმი რა არის როცა ესო თავისთვის აშენებდნენ ამ ქალაქებსო რომ უნდა თვითონ გართობილიყვნენ რომ თურმე ტურიზმი არ ყოფილა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა ეს არ არის მართალი ეს არ იყო ცილისწამება რომ თურმე ტურიზმი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ამას ამბობდნენ თუ არა ამდენი ტურისტი არადოს არ ყოფილა საქართველოში როგორც იყო წელს აბა არ ვარ გაუ ტურიზმი არ გვინდა ტურიზმი. აებს იგონებ ტურიზმი როგორ შეიძლება არ ვარბოდეს, რას ლაპარაკობ? არა, ტურიზმი არ ვარ მე არ გამიგია ასეთი რა. თუმცა კრიტიკა იყო რომ ეს არ კეთდებოდა ხალხისთვის, არ კეთდებოდა საზოგადოებისთვის. ყოველ შემთხვევაში აჭარის უარი ნაციონალურ მოძრაობაზე შეიძლება ამაზეც მეტყველება. ერთი თვით ადრე სასტუმროს დაჯავშნა იყო შეუძლებელი ბათუმში. ერთი თვით ადრე და კი ბატონო, მე ხარ რა მაინტერესებს. ბატონო გიორგი, აი ბატონო გიორგი. ვინაშენა ის ბათუმი? ბატონო გიორგი ბარამიძეს მინდა ვკითხო. თავისთვის აკეთებდნენ რა ნაწილობრივ რა გააკეთეთ ბათუმში ერთი შენობა მითხარი ბათუმში თქვენს მიერ დაწყებული რომ დამთავრებულიყო ერთი შენობა აი ბულვარს რო გაუყვები ერთი შენობა ბულვარს რო გაუყვები სადაც იყო გაჩერებული იმის იქით წახვალ კიდევ კილომეტრზე ხო და რომელი აშენდა თქვენ დროს მითხარი ერთი შენობა ყველა ეს შენობა არის ყველა შენობა როგორ რაღაცა დაწყებული იყო უხერხული შენებული რა არის უხერხული რომელი დაიწყო და რომელი დაამთავრა წინა ზაფხულს ვიყავი ჩასული ამ ზაფხულსაც ვიყავი ამ ზაფხულს და წინა ზაფხულს პროცესები დავასახელებ. არა, ერთი შენობა დამისახე. ძალიან ბევრი სასტუმროები. მე მაინტერესებს ბატონ გიორგი კახიას კითხვა ასეთი რა. ჰილტონი ხო დაიწყო. თქვენ დაიწყეთ? ჰილტონი გაკეთდა ბოლო 4 წელიწადში თუ 3 წელიწადში. არ მახსოვს. ვინ დაიწყო რა თქმა უნდა. ბატონო დაიწყო ნაციონალური მოძრაობამ დაამთავრა. მე მგონი ჩვენ ამაზე არ ბატონ გიორგი, ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია პროექტები თუ გადაიბარეს და გაგრძელდა. ძალიან კარგ თემამდე მიმიყვანა. ანუ რა ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას. ერთ და იგივე შენობებს რომელიც დაწყებულიც არ იყო 9-ჯერ გახსნიდნენ, ნუ 9-ჯერ უტრირებას ვახდენ, ერთხელ, ორჯერ, რამოდენიმეჯერ შენებლობებს გახსნიდნენ და შემდგომ რა ხდებოდა არავინ არ იცის და ჩვენ არა, კარგია ეს თუ ცუდია, ამაში აი როგორ ჩანს არა ვარ. ბათუმზე რო ლაპარაკობთ, თელი ბათუმი გავხსენეთ, ახალი ბათუმი ავაშენეთ, გაგა. ერთ და იგივე შენობებს ხსნიდნენ. არაფერი არ აგიშენებიათ. ბატონ გიორგი, მე მაინტერესებს ასეთ რამ, თქვენ როდესაც ამბობთ სტატისტიკა, ერთი წუთი უკაცრავ, სტატისტიკა მეტყველებს ძალიან ნეგატივზე, დიდ ნეგატივზე, დღეს ეს კონკრეტული რიცხვი რაც დაასახელა ბიზნესში 125 ახალი საწარმო და 1000-მდე განახლებული საწარმო. ამაში შეგაქვთ ეჭვი, ამას ამ რიცხვთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზია? რაზე დაყრდნობით? ეს ილაპარაკ ადამიანმა რომ აი ნაციონალური მოძრაობა ადრე გვაკრიტიკებდა ამ ახალ საწარმოებზე. ეს ტყუილია, ეს რიცხვი? ტყუილია, სრული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რამდენჯერაც უთხარით ჩვენ პრემიერ-მინისტრს მაშინ ჯერ კიდევ ღარიბაშვილს და მერე კვირიკაშვილს რომელთანაც თვითონ თქვა რომ შეგხვდებით და აბა ვიმსჯელოთ გითხარით თქვენ რჩევები ისე დღემდე ეს დაპირება დარჩა მაგრამ ეხლა რა გააზრია კუპიაცი სხვა პრემიერ-მინისტრი და სხვა მთავრობა იქნება არც ერთხელ არანაირი საწარმო რეალურად რაღაცა ამ რაოდენობის მიახლოებითაც კი არ უნახები არ არის საიდან მოდის ეს ისეთივე სიცრუეა როგორც დაპირებების შესრულება ისეთივე სიცრუეა როგორც ხალხის კარგი მეოთხე წელიწადი ისეთივე სიცრუეა როგორც ტარიფების განახევრება ისეთივე სიცრუეა როგორც ხალხის დასაქმება ისეთივე სიცრუეა როგორც პენსიების იმ რაოდენობით გაზრდა რომელზეც პირდებოდნენ და ისეთივე სიცრუეა რასაც ლაპარაკობს ბიზნე ივანიშვილი რომ თურმე ხალხი ვერ ერკვევა ხალხი ანალიზს ვერ აკეთებს და ბიზნე ივანიშვილი ეხა რეგიონ უნდა იაროს რომ ხალხს დაანახოს არარსებული შენობები რომ აი წარმოადგენიოს რომ ქვეყანა არის კარგ მდგომარეობაში ბატონ გიორგი 125 საწარმო შეგიძლიათ დაგვიცაბოთ სად არის ბუნებრივი
ბუნებრივია ჟურნალისტების მოვალეობაც არის რომ ეს შეამოწმოს და ალბათ ამას ბევრი ჟურნალისტი გააკეთებს. მე სამწუხაროდ ახლა სტუდიაში ვმუშაობ და ამას ვერ ვამოწმებ ადგილებზე, მაგრამ მაინტერესებს შეგიძლიათ დამიდასტუროთ ახლა აქ სად არის ეს სად იძებნება ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე რომ შევბრძანდეთ, ყველა საწარმო რაც გააკეთდა, ყველაზე არის ინფორმაცია, ფოტოსურათები. ანუ ვებზე რო ეს არ არის თუ ბატონ გიორგი შემოწმებული და ავიდე და ვნახოთ თქო. ჩამოგატანა 127 საწარმო განახო თუ როგორ განახო. დიდი სიამოვნებით ჩამოვიდა. ფაქტი ერთი არის, ფაქტი არის ერთი. როდესაც ოღონდ იყოს და ჩამოვილი ფეხი. 2012 წელს უმუშევრობა იყო 15%. დღეს ეს შემცირებული არის სადღაც 12%-მდე, ხო? ამ ეს პროცენტებში სხვაობა არის რა არის? დაახლოებით 50,000 ახალი 50,000 სამუშაო ადგილი. 50,000 სამუშაო ადგილი სამწუხაროდ გაბერეთ ბიუროკრატია არქმრის. იმიტომ რომ როდესაც ოთახში ორი ადამიანი და ექვსი ადამიანი 50,000 რადიკალურად დავასრულებინო ბატონ გიორგი დაარმაცლის საუბარს. მათრომ ბატონო ახლა ბატონ გიორგი ისე რაღაცას ლაპარაკობთ. ხერხულია გაგა. ლაპარაკობთ ხალხი დაასაქმეთ. ეს ტყუილია. არა, მე ლაპარაკობ. ბიზინა ივანიშვილის უახლეთ ჩემი სიტყვების. ხალხის დასაქმება ნიშნავს რომ ყველა მოქალაქე რომ დასაქმდება, ეს აქნება ხალხის დასაქმება. სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხებს. მაგრამ 50,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ბოლო 4 წლის განმავლობაში მე აი ამას არ ვამბობ და თავი არ მომაქვს იმით რომ რამაგრები ყველა დავასახე. მაგრამ უმუშევრობა და სიგარი გაიზარდა, ფასები გაიზარდა, ლარი გავარდა, ეკონომიკა შემცირდა. ეს არის რეალობა. გაჩერდა პროექტები. ერთი რაღაცა უნდა თქვა, როდესაც ყველაფერს ამას ამბობ. ყველაფერი ვერ გააჩერდა, ვერ მოახერხა. ამბობ, თუ გინდა რომ იყო ობიექტური, უნდა თქვა ისიც, რომ რეგიონში იყო ძალიან მძიმე ვითარება ბოლო 2 წელია, ხო? 2 თუ 3 წელიწადი არის. ზუსტად აი ქართული რეგიონში საქართველოს და თან სოფლიოში იყო მძიმე ვითარება. სოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამაზეც გახსენებ. როდესაც ქვეყნის მეზობელი ორი სახელმწიფო ერთმანეთში აქვთ ომი. შემდგომ ეს ყველაფერი სანქციებში სხვა სახელმწიფოებში აისახება. ბუნებრივია ეს ჩვენიც ამზე აპელირებდა. ეხლა გადავიარეთ და ასეთ მდგომარეობაში საუბედუროდ 40%-ით მაღლა იყო. საუბედუროდ ომი ქონდა. კი, საუბედუროდ ომი იყო, მაგრამ რამაც მაშინ გვიშველა და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებების 4 მილიარდ 500 მილიონის ინტერვენცია მოხდა ქართულ ბაზარში. მათ შორის თქვენი ხელისუფლების დროსაც. ჩვენი ხელისუფლების დახმარება. დიახ, ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ჩვენი ხელისუფლების დროს ესეთი მასშტაბის დახმარებები. ამან მეტნაკლებად საქართველოს ეკონომიკა ჩვენ არა ვართ ეხლა დიდი ეკონომიკა, მეტნაკლებად ასე ვთქვათ, ნაკლებად გადაგვატანია ის კრიზისი, რაც მაშინ ბატონ გიორგი, მე მაქვს ეს ეს არ არის ამათი დამსახურება. თქვენთან ვიდრე გავაკეთეთ რეკლამის რო გვაქვს მალე თქვენმა ოპონენტმა რამდენჯერმე თქვა ეს ახსენა ეს კონკრეტული თემა და ეჭვი მაქვს რომ ჩვენი აუდიტორის ნაწილსაც აქვს ახლა ეს შეკითხვა ოცნებასთან რაში ჭირდება ვინმეს დახმარება საზოგადოებას ანალიზში. რატომ ვერ ხერხდება ფაქტების მიტანა მოქალაქეებამდე და მე ისინი იქნებ ახერხებდნენ თვითონ ანალიზს საარჩევნოდ. რა ტიპის სამნილია ეს ვთქვათ ბიძინა ივანიშვილისგან რომ მოვალ და დაგეხმარებით ანალიზში. გეტყვით, ჩემ მოსაზრებას გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ბიძინამ თავიდანვე თქვა ჯერ მისი მოსვლა პოლიტიკაში როგორც მოხდა და რაც მოხდა და რა მდგომარეობა იყო ამაზე საუბარს არ დავიწყებ. ყველა მიცის ბატონ ბიზნესა რო არ ყოფილიყო დღეს ისევე იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დღეს და ალბათ კიდევ დიდი ხნით და რა მდგომარეობა იქნებოდა ალბათ კატასტროფა. ამის წარმოდგენაც არ მინდა. ბატონ ბიზნესა რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია ვერ მოახერხებდა გამარჯვებას. ამაში იყო ყველა თანხდებით. ეხლა აქედან გამომდინარე ბუნებრივია ის გაბრაზება თუ რა დავარქვა არ ვიცი აგრესია რაც არსებობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ ეს ცოცხალ გასაგები არის და ყველანაირად ცდილობენ მას არ ვიცი ტალახი ესროლონ რაღაც დააბრალონ მაგრამ არ გამოვუვათ იმიტომ რომ ხალხი ხო ხედავს ეხლა რასაკეთებს ეს კაცი და რასაკეთებდა ნაციონალური მოძრაობა ეხლა ამ კაცმა თქვა რომ მე ვარ ქართული ოცნების ხარდაჭერი და ამას გამოვხატავ ღიათო იმიტომ რომ ეს არის გუნდი რომელიც იმ ღირებულებებში ჯდება რომელიც რა ქართული ოცნების ხარდამჭერი თქვენი უფროსია აკაც ტყუის. ამასაც კი არა, თქვენი უფროსია. პარტიის უფროსი არის, თავრობის უფროსი არის, უმრავლესობის უფროსი არის. აკაც ტყუის, ხო? აი, საზოგადოებაში ამაში ტყუის. საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი. არ არის საზოგადოებაში. არ არის თქვენი უფროსი. აი, თქვი უფროსები ყავდათ თქვენ. უფროსი ყავდათ არ არის თქვენი უფროსი. უფროსობა, ბელადობა, ესე რამე იყო როგორც ჩანს ჩვენ არ დაგვიმალია, ვინც არის ჩვენი უფროსი და ჩვენი უფროსი. არ დაგვიმალია, თქვენ რატომ ალავთ თქვენს უფროსს? იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ესე დამოკიდებულება უფროს უმცროსობის
დავუყოთ ერთმანეთს. ჩვენ ყავს ლიდერები. ქართული ოცნების ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი. გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, ძალიან სიცხვილია გაგა. ხა ხავს უყურეთ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, მართალი თქვი თქო, მართალს გეუბნები. ხო ტყუი ხარ თქო, მაგას გეუბნები. ბიზინა ივანიშვილი არა, ეს არის ყველაფერი. ძალიან დიდი თავრობისაც, უმრავლესობისაც ხარდაჭერი, ამას არ ხარდაჭერია. გამოდის, რა თქმა უნდა, გამოდის, ამას ღიად ამბობს, ღიად საუბრობს ყველაფერს. გეუბნებით, ეხლა იმეორებ. შენ გინდა რომ ყოდეს და ხალხმა გადაწყვეტოს. შენ გინდა ხო? პატივს გსემდა, იმიტომ გეუბნები, ნუ იმეორებ ამ. რას ნუ ვიმეორებ? რას, რა? ბიზინა ივანიშვილი ქართული ოცნების ხარდაჭერია? ამას ნუ ვიმეორებ? ხო, იმიტომ ლიდერია, მხარდამჭერი კი არა, ლიდერია. ლიდერი თქვი, კი ბატონო. ხო და რატო ყუის თქო და რატო იძახის ეგრეთ თქო? რას იძახს რომ? აი რომ მხარდამჭერია, ლიდერია, კარგი რა გიორგი. და დღესაც ბიზინა ივანიშვილის ფულზე ხარ ჩამოყიდებული. თქვით ეს ესესია? არა, ეს ესეა. არ არის? ეს არის ტყუილი ბიზინა ივანიშვილის აქ. კარგი, ქვეყანაში კარგი მოთხოვნა გაგა გიორგის და ჩვენი გამიზრობა. აანალიზე და ხალხს აგები. დიდი ავტორიტეტი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას ერთად აღებთ. ეს არის რომ გაღიზიანებთ. ეს არის რომ გაღიზიანებთ, ეს არის რომ გალაპარაკებთ. მაგრამ სამწუხაროდ ამ რეალობას უნდა შეეგუება. ბიზინა ივანიშვილი ხალხის სიღარიბე და ბიზინა ივანიშვილი ხალხი რომ შევა თავისი ავტორიტეტით ისტორიაში. თქვენ შეხვდით თქვენი განვლილი აი ეს გვაღიზიანებს და არავინ ხალხს არ ამას ნამდვილად ვერ მოახერხებთ. იმიტომ რომ აი ეს კნარ სიცრუეებს რომ ეხა ესეთი მაშინ მეგონი აზრი არ აქვს საუბარი. ამ თემა ავირჩიო და ვისაუბრო თემაზე თორე საყაყარო ვარ აქ მოსული ეხა. რა თქმა უნდა ბატონო გიორგი თქვენ მე ვცდილობ მე მინდა კონკრეტულად თემებზე დაველაპარაკო. კონკრეტულ თემაზე აი მე მაინც ვერ მივიღე ბოლომდე თქვენგან პასუხი ბატონო გიორგი თუ შეიძლება რომ დავაცადოთ ოპონენტს უბრალოდ თქვენ კონკურენტს ამ სტუდიაში აზრის ბოლომდე გამოთქმა ანალიზისში დახმარების თემა ვერ მივიყვანეთ ბოლომდე თუ შეიძლება რომ აი მივიტანოთ ბოლომდე საკითხი გასაგებია რომ მან მოიგო არჩევნები გასაგებია რომ მან დაამარცხა ერთ შეხედვით დაუმარცხებელი ნაციონალური მოძრაობა იმ მომენტისთვის ახლა ამასი ძალიან დიდი როლი შეიტანა ბიზინა ივანიშვილი რა ყოფილიყო ბიზინა ივანიშვილი ეს ვერ მოხდებოდა ეს არის ელემენტარული ეხლა კი ბატონო გავმივხვდი რასაც მეკითხებით ანუ გავაგზავნებ ამას თავიდანვე განაცხადა ეს და ჩემთვის მაგალითად მისასალმებელი არის, როდესაც რეგიონებში ჩადის და ადგილობრივ მედია საშუალებებს ხდება აზრთა გაცვლა გამოცვლა, ეს მხოლოდ მისასალმებელი არის. ამაში რა შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ცუდი. იგი ცდილობს, გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის კიდევ, რომ ის რომ როდესაც მე ვისაუბრებ, რომ პროპაგანდისტული მანქანა ძალიან ძლიერად მუშაობს და ჩვენ ფაქტიურად მივიღეთ როგორი ესე ვთქვათ მემკვიდრეობა, როდესაც მთლიანად ეს პოლიტიზირებული იყო მთელი ესე ვთქვათ სამართალდამცავი სისტემები, მედია სივრცე მთლიანად ერთი ესე ვთქვათ ხელისუფლების ხელში იყო უზურპირებული და ასე შემდგომ. ამ დღეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაშინ როდესაც მედია სრულიად თავისუფალი იყო, ჩვენ მივიღეთ ესეთი სურათი, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდა ძალიან ძლიერად მუშაობს. ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ესია. ერთი მხრივ ეს ნიშნავს იმას, რომ მედია არის სრულიად თავისუფალი და ამით უნდა ვიამაყოთ, მეორე მხრივ ბუნებრივია ეს ძალიან აზიანებ და ხელისუფლებას. ამას დაემატა ამ მომენტისთვის მხარდამჭერი მედია საშუალებები, ხელისუფლებას თქვენ როგორ საბნეროდ დღევანდელი მედია სივრცე არის წესე გაყოფილი ჩემი აზრით. არის რამოდენიმე მედია საშუალება, რომელიც აშკარად არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი და არის ობიექტური, მეტნაკლებად ობიექტური მედია საშუალებები. აი ეს არის ჩვენი მონაპოვარი, ერთ-ერთი ჩვენი მონაპოვარი. დიდი მადლობა, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავრუნდებით რამდენიმე წუთში სასამართლოს თემა იქნება ჩვენი განხილვის საგანი. აუცილებლად კი დაგაბრუნებთ და მოგცემთ შესაძლებლობას დღეს ივანიშვილმა თქვა რომ სასამართლოს კონტროლი უბრალოდ მას არ ჭირდება და კიდევ ერთ საინტერესო რამ თქვა პირველად არ ვთქვა დაახლოებით ასეთი რამ მაგრამ პირველად თქვა კონკრეტულად ამ ფორმულირებით თუ რამე იყო პრორუსული ეს იყო სააკაშვილის ქმედება ამ ორი თემით მინდა რომ დავბრუნდეთ აი ამაზე ისაუბრე და არ გიპასუხე კარგი ჩუმად ვიყავ და არ კარგი საუბარი უბრალოდ გავიდეთ რეკლამაზე და დავბრუნდეთ კი ბატონო ისევ ამ თემით კარგი ლოგიკური კარგი მეგონა რომ დაასრულეთ ამიტომაც შეგაწყვეტინეთ თუმცა მოგცემ შესაძლებლობას ესეთი სურათი არის რომ ბევრი რამე რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს არ არის საზოგადოებრივად მისული იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით ივანიშვილი ინფორმაციას აწვდის ტყუილები დაყავებული იმდაგვარად და წინა საარჩევნოდ ეს ელემენტარული არის რომ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თავისი გაკეთებული შესახებ ინფორმაცია მიიტანოს საზოგადოებამდე მაშინ როდესაც აქამდე ამის შესაძლებლობა რატომ არ აკეთებს ახლა გამიჩნდა დამატებით კითხვა ამას კვირიკაშვილი გუნდის ლიდერი ვინ თქვა რომ არ აკეთებს ყველა თითოეული ჩვენგანი ამას ვაკეთებთ კარდაკარდ რატომ არ ხდება ის თქვათ რეგიონულ მედიას ასეთი დოზით აი რატომ აღმოჩნდა რომ ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ეს საქმე ამას ვერ აკეთებს ოცნება თვითონ მისი დახმარება რატომ დაჭირდა ამ კომუნიკაციაში მას აქტივისტი თითოეული ჩვენი კანდიდატი ამით არის დაკავებული თავის მხრივ ამას აკეთებს ბატონი ბიზინაც ეხლა ამაში რა არის რეკლამის დრო და